მოგესალმებით მეგობრებო, ახალი გადაცემით, ახალი წყობით, ახალი სტუმრით, კომუნიზმი გვაქვს არა, ახალი წყობა ეს გულისხმე. იმედია მოგეწონებათ, თუ არ მოგეწონებათ, ვიცი რომ არ მოგერიდებათ, ცუდი რაღაცების დაკომენტარება, ხო? არ არის პრობლემა. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გილოცავ გიორგი. მადლობა. როგორი ახალი წელია? გადავა 2025-ში როგორ გონია? დღეს გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, ხო, რომელსაც უცნაური იუმორის გრძნობა და მე ვაფასებ, მაგრამ რავი, ხალხი არ დააფასებს. მე მგონი რომ ხალხი ჯერ არ აფასებს, 22,000 კაცი აფასებს ჯერ. 22 შემოგევლეთ იმ 22,000 კაცს. მოკლედ დღეს ჩვენი სტუმარი არის 100 მილიონერის წამყვანი, დამფუძნებელი და რა ვიცი, ყველანაირი კრეატორი, რა ვიცი, რა სიტყვა შეუსაბამოა. იქნებ ზოგი სერიული მკვლელია მაგ 22-ი. გიორგი მიროტაძე, იგივე მიროტა. მადლობა. მადლობა მოსვლისთვის. და ასევე მადლობა ვის და Wine ექიმებს Studios. და მაშველებს. არა, მადლობა ღვინოს, რომელიც გვასპონსორებს. უღრმესი მადლობა Wine Studios, რომელიც მდებარეობს ზაქარია ფალიაშვილის 5 ნომერში და ახალი წლის პერიოდში აქვს 40%-იანი ფასდაკლება ღვინოებზე. ასე რომ, მიდით, უთხარით ჩვენი სახელები, რომ ჩვენგან ხართ. მაგაზე არაფერი ფასდაკლება არ არის, მაგრამ უბრალოდ უთხარით. ჩვენ გაგვიხარდება უბრალოდ, რომ რაღაცა საქმეს ვაკეთებთ. გამოჩენა. მაგაზე კი არ დავფიქრებულვარ, მაინც თან მით უმეტეს დალევა. გამოცდილი კაცი. მე მგონი რომ აღარ არის ჩვენი არა, რავი, სიგარეტს ეწევიან ხოლმე და ღვინოც შეიძლება ალბათ რა. და მეთამფეტამინი მოვწიო. ჭიქები გავა. ეხლავე ჩემი დალევა შეცდომა. მინდა ძალიან. მიშა გაყურებულია უკვე. კუდი ახურავს. ჩამოუსხით სტუმარს. ეხლა ბევრი იტყვით რომ კაცებს ბაძავთო, მაგრამ არა უშავს ცხოვრება ეგეთია. ყველას ბაძავს. აჰა, გიოს კაცურად დაუსხათ. ესკორტნიცას ავით. შეიძლება გადამეკიდე. ეს რა? პატარა ძუკნა. დაგლოცავთ, აბა. მეც კაცურად დავისხა. დავისხავით იმაში, რა ქვია, შემდეგ ახალ წელში, რა ვიცი, გაგვთენებოდა. ჩემი აზრით მოვა. უსურვოთ რომ მოვიდეს. დიახ. არ ვიცი. გაგვიმარჯვე ჩვენ გასულობას გამომარჯვეს ალბათ. არ ვიცი. არ ვიცი, ნახოთ. ერთი ვიდეო იყო. ეს ახალი წელი როგორ იყო? ან მოვა, ან არ მოვა, თუ როგორ იძახდა ის კაცი. ეგეთი ვიდეო იყო. და სიღრმისეულად დაიწყო გიორგი. როგორ ახარ გიო? ბიჭო, აი ნარბელი მეტროში შიშით ესე აქეთ-იქით ვიყურებოდი და რავი ესეთი. ხელი არავის ეკრა ხო შენთვის? სალუტი ხო არ მომჩაგიდო. ხო, არა. დუბინკა ხო არავინ გიყა? არა, ყველა რახან აქავა ეს. ვინკა ხო არ მომჩაგიდო, თქო ვეწყობდი, მაგრამ არ ვიცნობ კაცს ხა. არა, ვერ მოახერხებდნენ. მოკლედ, სადამ დავიწყოთ ესეთ ცხოვრებაზე ლაპარაკს, თან ცოტა მე მგონი შეზარხოშებულებიც ვიქნებით უკვე რაღაც პერიოდის შემდეგ. მინდა განვიხილოთ რაღაცა სოფლიოში მომხდარი ნიუსები, რომელსაც მე წავიკითხავ და ბიჭები განიხილავენ. ნუ მე ჩავირთვები ხოლმე რა თქმა უნდა. ხო და ყველაზე მსუბუქი საქმე შენაიღე, ხო? ხო რა თქმა უნდა. ყველა მსუბუქი საქმე ასე რომ თუ მოგეწონებათ ეს ახალი რუბრიკა, მოგწერეთ ხალხო, დაგვიწერეთ და კომენტარით. სატესტო არის. ერთ გადაცემაში გვექნება, იმიტომ რომ დღეს მეორე გადაცემასაც ვწერთ და ფოლდერში იქნება, იმის შემდეგში არ იქნება, ასე რომ თუ მოგეწონათ, იმის შემდეგში იქნება. მოკლედ, ხსნი Apple-ის ტელეფონს, რავი, Apple თუ ხართ, შეიძლება დაგვაფინანსოთ თან ახალი iPhone. აუ, Apple-ის ტელეფონზე გამახსენდა, ბიჭო, ჩემ ტელეფონი, ნახე რა მოვიდა თო ჩემ ტელეფონს. ნახეთ ხალხო. იქით მიატრიალე. ხო, რა ვიცი, თუ აჩვენე. აი ესეთ მდგომარეობაში მაქვს ტელეფონი. ხედავ? დუბინკის კვალია? გულში ჩავარდა წაღანდელი ხოლმე. ასე რომ, კომპანიებს მოგმართავთ მაჩუქეთ, ან ხალხსაც მოგმართავთ, რავი. მართლა ესკორტნიცებს რო ყიდულობთ, მეც მიყიდეთ ერთი. რაღაცა იგივე სერვისებს ვერ გაგიწევთ, მაგრამ ნუ თაკ პირდებით პიჯაკს არ ვიყიდით, ვიყიდით. ეს ყველაფერი თქვენთვის კეთდება, ხალხო, მე კი არ მინდა ეს ტელეფონი. ყველაფერს ვაკეთებთ თქვენთვის. ხო ესე იძახიან ხოლმე. Rolls-Royce-იც მაგას არ იძახი შე. Rolls-Royce მე რომ მეყოლება ვისთვის მინდა, ხალხისთვის არ მინდა, რომ გავივლი და რომ შემომხედავთ Rolls-Royce-ო. გულს უხარია. ეს მაგარი მაგარი და ზუსტად, აი, ასე რომ ნუ Rolls-Royce მერე, მაგრამ ჯერ ტელეფონი მაჩუქეთ. კომპანიებს მოგმართავთ მართლა სერიოზულად. ვინმე მაჩუქეთ, то ეს რა არის? ხო, ანუ სირცხვილია. გიო რა?
არ უნდა ექიმი არ უნდა დადიოდეს. დუბინკიანი კაცი. დღეს გვაგვსაუბრები დუვინკებზე. ხო, მოკლედ, დავიწყოთ. პირველი ესეთ ნიუსი გავრცელდა ინტერნეტში და ტელევიზიაშიც. ძალიან საინტერესო იყო და ეხლა თქვენს გაგანდობთ ეხლა ამ ყველაფერს. მოკლედ ვიწყებ. OnlyFans-ის ინფლუენსერი ლილი ფილიპსი ცრემლებს ვერ იკავებს მას შემდეგ რაც ერთ დღეში 100 კაცთან ჰქონდა სექსი. მიიღეთ ეს ინფორმაცია. შევიწოვეთ ინფორმაცია, ეხლა დამუშავდება და წამოვხსნით. ხო, წარმოვიდგინე რაღაც რეკორდის მოხსნა უნდოდა გინესის. აი, ოლიმპიური სპორტია რამე? ხო, რაღაც 100 კაცთან სექსი ერთ დღეში. ცრემლებს რატო ვერ იკავებს? ბედნიერებისგან. ხო, ბედნიერებისგან. აი, რას ფიქრობთ, ბიჭებო? რა მოხდა საერთოდ? თქვენი აზრით. ახლა სამყარო საით მექანება მაგაზე ვისაუბრებთ. რუსთავის ძეგლისკენ არა? რუსთავის ძეგლისკენ ხო ის რო არის. 64-ის კარი ბჭერო და არ ქვეს. მე რა მაინტერესებს ახლა ლოჯისტიკა მაინტერესებს, ანუ ეს 100 კაცის ვიღაც ხომ უნდა ყავდეს კოორდინატორი, რომ აი შენ რიჩარდ ხარ 13 საათსა და 15 წუთზე. რამდენი საათის მანძილზე? ანუ მან ეგ რო დაიანგარიშო რა. დაზუსტებული არ არის, უბრალოდ მან მითითებულია 24 საათი. 24 საათის მანძილზე. 24 საათის განმავლობაში 100 კაცი. თან მე რა მაინტერესებს, იცი, ანუ ეს 100 კაცი ხო შეარჩის, მაგრამ მან სავარაუდოდ მითითებული იქნებოდა სტანდარტები. დიდი ალბათობით. და ყველა მან ვერ მოხდებოდა კასტინგები გაიარეს. არა, ხო, მობძანდით რაღაცა ჭავჭავაძის 4 ნომერში და რაზე და ეს არის ბოსატყრავია. 68 ნომერი ხარ. კი, 62-ით თქვენ ხართ ხო. 4-20 წუთზე ამდგარი გქონდეთ. როშეთი ხარ და აპარატი რო დგა და ტიპის ბანკში რო არის, ხო იცი, რო აჭერი იმას და რიგის ნომერს რო გაცლებს. არა, ეს მართლა რთულია, ანუ როგორ გინდა რომ აი მიხვედი დილის 9 საათზე, ხო და გეუბნებიან რომ პირველი 20 წუთზე შედიხარ შენ. როგორ უნდა დაამტხვიო? ოთახია რა, გასახურებელი ოთახი იქნება, სადაც ანუ კონცენტრაცია ამ ადამიანების მოგროვილი ალბათ 10 კაცი, საბი აქეთ უკვე პროცესში არა, 3 ელოდება, 1 პროცესში არის და ეს მე მგონი იყო. ძალიან ზეპარაკო. 82 ნომერი გიო მიროტაძე. არა, საქმე ვიცი უბრალოდ როგორ. ისე წარმოიდგინეთ 50 კაცის მერე რო კუნის მოგთხოვს. კუნი ლინგვის გაკეთებას. არა, ისე ვიღაცა ხო იქნებოდა ეგეთი რომელიც დაუწევდა. პატარა ღვინო ხარ დავლიოთ ცოტა და ხარ ვივახშმო. რომანტიკოსი შეხვდებოდა. ვიღაცა რომანტიკოსი. ერთი უეჭველი იქნება. ვიღაცა შეუყვარდებოდა даже. ლექსით რა და დროჟედი ბაზარია ტიპი ამდროს რაღაც 92 წლიან ტროიკაზავიდა ნახат კუნები და ეს რო ლექსი ჩეთის თქვენი თვალები ისე მიზიდავს მასეთი ირმები არიან ეხა სამყაროში რა ანუ არ დაილევა მასეთი ირმები რომ არ არის მაგათის პრობლემა მთავარი რაღაც სულიერად იყოს შეუხებელი ის მე ასე რას ვფიქრობ და ეხა ყველას დავავიწყებ და ხო აი ეგ არის ყველაზე საინტერესო მე ასე კაცი რა სიტყვა და მაგაზე ანუ რა იმით შევიდოდა რა მოტივით არა ბიჭო ის მართლა თავიდან რაზეც ვფიქრე მე ასე კაცი უკვე მთლიანად შევიდა ხო არა ბიჭო არა კოორდინატორი არ არის საჭირო ვიღაცამ ხომ უნდა დააწესოს ესენი ვინ როდის შევა ყავდა კი მოკლედ ნინი გამარჯობა ყველამივე სამები საიდან სად მოხდა ხედავ იმიდან რაღაც გინესის რეკორდიდან პროდუქტიონში მოხდა პირდაპირ დასფასებელია გაფასებთ ყველანაირად მადლობა მოსვლისთვის დაღლიყო აუ დაღლილი ის გოგო იქნება ღადაო ბიჭო არა სხვათა შორის კიდე ინფორმაცია იყო ასეთი რომ ან მე ასე კაცი რომ მორჩაო რა ანუ რომ მორჩა ყველაფერი გავიდაო და საბაზაროში ტიროდაო ხო და რატო ანუ ეგ თქვით რატო იტირებდა მაგრამ ანუ ყველა კაცი ერთნაირია აბა მაგასი ფიქრებდა რა არა მაგომედი 62 იმედიან ნომერი ჩაიწერა ჩემ ხო დამირეკავს ხვალ და ქალის წარმოდგენა მაინც ქალის წარმოდგენად რჩება ყველა არა მოდი ეხა ვღადაოთ მაგრამ ეს არის ქალის თავისუფლება ანუ ზუსტად მაგითი გამოიხატება ქალის სიძლიერე ასე რომ დამოუკიდებელი ძლიერი ქალია ლილი კარგად ლილი
კარგად ლილი იმედია არასოდეს შეხვდები ცხოვრებაში. არა შეხვდები ორი პარტნიორი მყავდა სულ ორივე სიყვარული. არა ვიღაცა კიდე ერთი ირემი გამოჩნდება რომელსაც ეთქვის რომ არა ორი პარტნიორი მყავდა ცხოვრებაში. რომელსაც ეთქვის რომ ეს არის ქალის თავისუფლება და ისიც დაიჯერებს რომ კი მეც ფემინისტი ვარ. ხო მოკლედ. არ დაგვაქენსებოთ არა ვარ სექსისტები. ხო 100 კაცის არის რა მხოლოდ. ერთი ლილი 100 კაცმა გაიყო ხო იცი როგორ თემა. ნათქვამია ლილის გული გული რა. კაცმა გაიყო 24 საათში. ხო, ერთი ასეთი კარლ მარქსი. ის მართლა კარლ მარქსის ბაზარია, რა ყველა უნდა გაიყოს. კომუნიზმი ბაზარია. აი კომუნიზმი ზუსტად ეგა. ერთი ყველასთვის. სოციალისტია ის გოგო. სოციალისტია. ეს ნიუსი ვიცი ვის უნდა გვეხსენებინა, მაგრამ სამწუხაროდ არ მაცა მოვიდოდა მუშტი. ხო, მოკლედ. სანამ ახალ ნიუსზე გადავალთ, ღვინო შემივისეთ. ბაზარი არა. ჩვენ ისევ აქ ვართ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩაწერას პოდკასტ კორნერში და თუ გადაწყვიტეთ ბლოგის ჩაწერა, ან რაიმე კურსის, ან უბრალოდ რაიმე გაკვეთილის, შეგიძლიათ მობრძანდეთ და ჩაწეროთ პოდკასტ კორნერში მაქსიმ გორკის 11-ში და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას. ხო, შემდეგი ეპიკური ნიუსი გავრცელდა გლობალურ მასშტაბებზე, ასე ვთქვათ, რომელიღაც ქვეყანაში მოხდა, ევროპის თუ ამერიკის, ეს დაზუსტებული არ არის, მაგრამ CNN-ზე იყო, იქიდან ამოვიღეთ. მუსლიმმა მოსწავლემ აღიარა, რომ მოიტყუა თავისი მასწავლებლის ისლამოფობიურ ქცევაზე, რაც ჯიჰადისტის მიერ მასწავლებლის თავის მოჭრით დასრულდა. ეს მან იმიტომ გააკეთა, რომ ორი დღით იყო სკოლიდან გაგდებული და ეშინოდა, რომ მშობლები გაბრაზდებოდნენ. ანუ ბავშვმა მოიტყუა, რომ ჩემი მასწავლებელი ისლამოფობიაა და ვიღაცა მივიდა თავი მოაჭრა. ო, ზუსტად ესეთ რაღაც მოხდა. ას ფიქრობ გიო, რთული ცხოვრება აქვს მასწავლებლებს. და გადაობა რა არის? მე რა ვიღაცა მასწავლებელი გაიგდებს ბავშვს წიხლის ქვეშ და ამ მასწავლებელს უჩივიან, რომ ბავშვს ხელი როგორ უნდა დაარტყაო. ანუ დილით გამოდიხარ, უნდა ასწავლო ბავშვებს, რომელსაც ფეხებზე კიდიათ სწავლა ყველაფერი და პახოვდო შეიძლება დღეს ის დღეა, როცა თავს მომაჭრიან და 700 ლარს იღებ. არა. ჩემი აზრით რამდენს იღებენ? ხო არა 700 ლარა თავის მოჭრის ის ცოტა ის ხო და აი ჩემი აზრით მასწავლებლად როცა გინდა დაწყება მუშაობის უნდა კონდეს ორი ვარიანტი ანუ ან 700 ლარი გექნება და უსაფრთხოდ იქნება ან გინდა მაღალი ხელფასი მაგალითად 3000 ლარი ყოველ დღე დაგდევს ერთი ჯიჰადისტი და თავიდანვე უნდა ჩამოაყალიბო შენი აზრი გინდა 3000 ლარი კეთილი ინებე და გაუმკლავდი ჯიჰადისტებს არ გინდა 3000 ლარი იმუშავა 700 ლარზე და იცხოვრე წყნარად. მეც სიმართლე გაირკვა მე რომ ბავშვი იტყუებოდა. ხო გაირკვა ბოლოს და ყველა საინტერესო ისე რომ განდონი ბოფრიანი წარმოიდგინე. ანუ მშობლებს ეშინოდა ტიპს თავი მოაჭრევინა ხო ასე ხა მასწავლებლის შეტენა რა თვითონ მოაჭრე. ჩაუდო ისლამოფობია ჩაუდო მასწავლებელს. თვითონ მოეჭრა თან ბავშვისთვის რა რომ არ წავიდა სკოლაში. ანუ სიმართლე რომ ცოდნოდათ მშობლებს. ანუ გადარჩენისთვის გააკეთა კი, უფრო? თვით გადარჩენისთვის, ჩემი თავი თუ იმის თავიო და იმის თავიო, მაგრამ მე კიდე ან ჩვენ ვაპრავებთ ახლა ბავშვს. მასწავლებლის ბრალია ზოგადად. სხვა სკოლაში თუ მიიღეს, ან იმ სკოლაში როგორ გაგრძელდა ვაფშე ამ ბავშვის ყოფა რა. ხო, საინტერესოა ხუთშორის. საინტერესო თეორიაა ხუთშორის. ანუ იმ სკოლაში მასწავლებელმა წინდაცვეთა გაიკეთეს და ისლამი მიიღეს. მასიური წინაცვეთა რო არის. რიგიროდ გაიმასთან. ვინმე არ მოგვიგონოს ეს დრამა. სკოლის დირექტორი რეკავს, რავი, რისი მასწავლებელი იყო, რა გჭირდება ბიოლოგიის პედაგოგი და არ ყავდა ხო არა თავი წინას თავი მოაჭრა. ხელფასი რამდენია? 700 ლარი. მაწყობს. ისე შენ არ გიუცნებია რაღაც მერტო მიშველეთ. ნაბოზარი მასწავლებელი არ ყოლია რომ ის სიკვდილით გსურდა. რამდენი მუცელში დამარტყა ერთ კუჭის თავში. არა, ქალმა დამრიგებლა. ქალისგან მოსულა. თან დამრიგებლისგან. კაცებმა იცოდნენ რომ ხელს შეუბრუნებდით და ნუ არ ბედავდნენ მაგას. რამდენი წლის ხარ ეს? 9-იანი ვარ რა, 99-იანი. ამას მოუწია. ოკრას შენ ნაბოზარი მასწავლებელი ჩვენც არა ჩვენს გვირტყამდნენ კაცო. მე არ მერტყამდა იმიტომ რომ სასწავლო ნაწილის შვილი ვიყავი. მე არ მერტყამდა. მაგრამ მე მიტყდებოდა ხოლმე რომ არ მერტყამდა იმიტომ რომ ეხა სატო ბავშვები გირტყავდნენ. ბიჭო არა ხო და მაგრამ მიტყდებოდა რა იმიტომ რომ ეხა საძმაკაცში ვარ 1 5 6 ბიჭი ხო ასე ხარ და იმას ყველას ურტყამენ და მე არ მერტყამენ. რა პონტია?
ხო, მეც რაღაცა გიზო კამპანიო მეც დამარტყიც მომა. ერთი ვირთხა იყო, ესე იგი იმასში რა ხო, ქვია. ერთი ვირთხა მე ვიყავი პროსტაზე, ანუ. არა, ცოტა ერთი ბავშვი იყო, ჩემი ძმის კლასელი და აი მასწავლებელმა ისეთ ცემა, ქალმა, რაღაცა ინგლისურის გაკვეთილზე, რომ რავი, აი ეს დალურჯებული და რავი, რა მთელი ამბავი, ძალიან საშინელი ისენი ხდებოდა რა ჩვენ სკოლაში. არა, რაღაცა გამახსენდა ეხა რომელიც ტრავმად მაქვს ჩარჩენილი. კაროჩე, ერთი ესეთი ლექსი არის. სულხა საბა ორბელიანის ვიზიტი ლუდოვიკო მე-14-დან ძალიან გრძელი არის. აი, ერთ 3 ფურცლიანი ის არის ლექსი არის, ხო? ციცას რო ეფერება. ლუი მე-14. ხო. ხო და ხალხს ხმა დაეკარგა მეფის სიყრუით. ჩვენ არ მოვიცით და ისყვება ისტორია. არა, ხო და კაროჩე მოგცა უკვე რა რა, ქართულის ლიტერატურის მასწავლებელმა მოგცა რომ ისწავლეთო ეს ლექსიო და ანუ როსახში რომ მივედი ეს რო თქვი, კაროჩე დედაჩი ძლივს უღაცა კაცი ვიცვამს, აბა ის პატარა ძუკნას უსხია. რა გინდა ბიჭო რა. ჩვენ მესამე ჭიგებს ვივსებთ და ხო და რაიც გავაგრძელებ. მოგცა რა ეს კიდია ყველაში. არა ვიდა რომ მსმელები ვლაპარაკ. დავაკავშირო ეს ყველაფერი. დალიერა, დალიერა. აგვიბარჯოს. ლიტერატურის მასწავლის დედა წავედით. ოხჩები. დიდი მადლობა Wine Studios. Wine Studios, ხო, რომელიც მდებარეობს ზაქარია ფალიაშვილის 5 ნომერში. ხო, მოკლედ გავაგრძელებ. ხო და ხო. ისწავლეთო რა და 40 ბავშვი ვიყავით იმაში რა ქვია, კლასში. ერთმა ვიცოდი ის რა ქვია, ანუ მეორე დროს რომ მივედი, მარტო ერთმა ვიცოდი ავდექი და რაღაც 1-2 საათი ამ ლექს ყვები. და ქალი რა ნაბოზარი იყო რა, ერთადერთი ტიპი ვიყავი 40 ბავშვი და კაი ბიჭი ხარ დაჯექი ცხრიანიო. ანუ 10-იანიც არ დამიწერა. და ეხლა მას მასწავლის ხო უნდა მოაჭრა მართლა თავი. ანუ ერთმა იცი ლექსი და მაინც არ გიჭერს. კიდია იმენა რა. კარგად მოყევი ლექსი. მიშულობა რა მიშულობა კარგი. ხოვი და ტრობით იცოდი. მაგრამ ერთადერთი რო ვიყავი რომ ვინც რაღაც მოყვა ის სამფურცლიანი ლექსი ხო ხო მასწავლებელი ძალიან სწორად მოიგე. იმათ ხორიანები დაუწერა, ხუთიანები. ხო მაშინ ხო შენ სწორად შეგაფასა, ხო? მაშინ იმათვისაც უნდა დაეკლო? თუ ობიექტურად ვიმსჯელებთ, აბა? ხო მაგრამ როდესაც ერთადერთი ტიპი ხარ ვინც იცის მაინც უნდა წაგახალისოს ჩემი აზრით წაგახალისებ დანით ხელს. მე რამდენი იყავი გამოკითხულთა შორის? მე-15 ავარავდი. მე-15 კაცად შეხვედი. სულხა საბასი არის. თუ არა მე-14 კაცად. არა მე-15 კაცად შევი. ხო, ლუი მე-14-ესთან. ხო და ეგაგერია. ლუი ატაშვილი რო დაადო ეგ ისტორია გაგრას. ხო, მოკლედ, ეს იყო და ეს მოიცა, რაზე ყვებით ამ მასწავლებელს? ხო, მასწავლებელს. ხო, ესეთ მასწავლებელს მოაჭრათ. მე გაუბაძრებდი რომ რაღაცა კულტურაზე შემეხო მეთქი. ანუ, მაშინ ტვინი არ მქონდა, მაგრამ მაგაზე ფილმიცაა გადაღებული შენ ისტორიაზე. როველი? ჰანიბალის მსახიობი რო თამაშობს, არის ეს ეტონი ჰოპკინსი? არა. სერიალი ჰანიბალი რო. ის მიკელსენი. ხო, ეგ თამაშობს სხვა შორის ერთ კინოში. ოუ, ძალიან დეპრესიული კინოა, იმიტომ რომ პენის ეხება ვინმეს? არა, ბავშვი აბრალებს და წარმოიდგინე რა. ხო. όμως პენისი გააგონეო. გაერთო პენისი. ასადარი ნერწყვი გადაყლაფა. პირველი ნიუსიდანვე უკვე იგზრობოდა. მეორედან ესეც მე ვარ. აღარ იქნებოდა და რომ მაინც მე მაინც მიიყვა. აბიყოლეს. მოჭრა პენისებამდე როგორ მიიყვა. აბიყოლეს. მესამე რა. 6 პენისის ფოტო. მოგწონთ. სტატისტიკა იქნება რაღაც ქვეყნების შორის, რომ ის უფრო დიდია. აბიყოლეს, ხელები ამიწევია. აბა სტატისტიკები და კაი, გავაჯვევინოთ ხა მასწავლებლებს. ხო. სხვადასხვის გონიერსა მწრთნელი უყვარს უგუნურს და გულსა ქმედესა, რა თქმა უნდა. რა გედ ვინ მოიყვარეს რა უნდა ვერ გავიგე. ძდილობს რომ რაღაცა ვიცი. ერთი სიტყვა. რა გადაწყდა მოკლედ მასწავლებლობა როგორ ჯობია? 3000 ლარზე და უსაფრთხოდ თუ 3000 ლარი და შენ რომელს ამორიჩევდი? თავით. მასწავლებელი ვიყო თავით. თავით, ანუ თავი მასწავლებელი. 700 ლარი. 700 და ჯამთელობა. 700 ლარი. არა, ნუ რა. მე რესკიანი ცხოვრება მიყვარს. მაგრამ ვინც არის კავს, არ სვავს. ვინ Wine Studios ღვინოს. მართალი ამაზე ანა თქვა. შემოიტანა. გაგვიმართოს. აჰა, ეგ არის. კაი, შემდეგი სიახლე. შემდეგი სიახლე. იმ მასწავლებელს მაინც არაფერი ეშველება. ხო, თავი აქ მოჭრილი. მაგრამ მოგითხვა ჩვენგან, ყველაფერს კარგს უსურვებთ. და ჩვენ ვემიჯნებით
ვემიჯნებით ძალადობას. ის როგორ არის? ისა კვაშლი გაგორდა, მასწავლებლის თავი გაგორდა, ის ბავშვი სკოლაში გარბოდა. კი. ხო. შემდეგი ინფორმაცია. ეს ძალიან ისეთი, ყველა სოციალურ ქსელზე იყო მოდებული და ძალიან ისეთი ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკურ საკითხებთან იყო მიმართებაში ეს ნიუსი. არის ინფორმაცია, რომ ბაშარ ალ-ასადი სირიიდან გაიქცა. ჩვენი ძმა მაშინ როცა ამბოხებულები აცხადებენ, რომ დამასკო დაიკავეს. ჩვენი პოდკასტის მეგობარი. ხო, ჩვენი არა, მოიცა ბაშარ ალ-ასადი ხო ცუდი კაცია თან რუსეთთან თანამშრომლობს. 17 მილიარდის გაწევას იმაშვებიან, გაწეული ქონდა 17 მილიარდიო და სარდაფი ქონდა, სადაც ადამიანებს არაადამიანურად აწამებდაო, რაღაც BDSM. ბატონო ბაშარ, დაასპონსორეთ ჩვენი გადაცემა, ყველაფერს გაგიправებთ. რას აკეთებდა? აწამებდა ადამიანებს და არაადამიანურად. რა ამერე? რა მოხდა? აგე კაცმა თავი მოაჭრა და თავი მოაჭრა, იმეს უბრალოდ აწამებდა. ბატონო ბაშარ ეს 100 კაცი რო იყო ერთ ქალთან, მან ხო არ ხდებოდა მაგის შილ მაგსარდაფში იყო ყოველთვის. ეგ იყო სპონსორი. არა, ბატონო ბაშარ, დაგვასპონსოროთ თუ 17 მილიარდი გაგვთ, მართლა ყველაფერს გავაправებთ. ბევრი კი აი, არა მაგალითად, ეხა მოიცა ერთ წამი ბაშარ ალ-ასადზე მე ვიცი კაცო ესენი ინფორმაციები. ჯერ მამამისმა მართა 30 წლის მანძილზე სირია. ანუ უყურე, მამამის რა ქვია მომიძებნა ერთი ძია კაცის სახელი. ერთი უნდა ვიცოდე ისე უკულტუროდ გამომივა. ბაშარ ასად father. ანუ ჩვენ რა გვაინტერესებს, რომ გაქცეულია თუ არა? არა, ჩვენ გვაინტერესებს დაგვასპონსორებს თუ არა. ბაშარ ალ-ასადის მამა, ალ-ასადის მამა არის ჰაფეზ ალ-ასადი. აი ყურე. ჰაფეზა. ჰაფეზი ძია ხარ, ხო? 30 წელი ქვეყანას მართავ. იქ ხალხს აწამებ, იქ ვიღაცა მოკალი ოპონენტები და ასე შემდეგ. ბავშვს ელოლიავები, რომ გადასცე ქვეყანა. გადაიცი პატარა ბაშარს, ხო? 20 წლის წინ 24 წლის წინ გადასცა პატარა ბაშარს ჰაფეზმა, ხო? ჰაფეზი ძიამ. ბავშვისთვის რა თქმა უნდა ყველაფერი კარგი გინდა. და ბაშარიც რას აკეთებს? ანუ რა მოხდა მე? ანუ რისტი დიქტატორია უკაცრავად. ანუ მამაჩემმა რისთვის აშენა ეს ქვეყანა, რისთვის ხოცა ხალხი, რომ მე მტყუებიც არ მყავდეს? რისთვის გადაუარა დემოკრატიას? ხო, დემოკრატია რა მე? რა მოხდა? არაფერი, მკვდარიყო. ხო და მე მომხრე ვარ ბატონი ბაშარის თუ დაგვასპონსორებს რა თქმა უნდა ყოველ გადაცემაში ვახსენებთ ღვინოს მაგივრად დავიდგამთ ბატონი ბაშარის ფოტოებს ჰაფეზის ფოტოს უკან ჩამოვკიდებთ და ყველას დავსჯით აბსოლუტურად ვინც გაბედა და გვეცინა აღმდეგ წავიდა ბატონ ბაშარ ოღონდ ეს იქნება არა მე ვერ გავიგე ანუ დიქტატურა რისთვის არის უკაცრავად 30 წელი მამაჩემ აშენა ქვეყანა, იქ ხალხი ხოცა და მე ტყვეებზე მედავებიან. რამდენი ტყვე ყავდა? დაგვაქესელებენ. რამდენი ტყვე ყავდა ბაშარს? ჰა? რამდენი ტყვე ყავდა? 20? კონკრეტულად არ არის, რა თქმა უნდა, ბევრი იყო. რამდენი მოსახლეობაა მსოფლიოში? 8 მილიარდი. სურო 200 ტყვე ყოლდა, რა არის ეს 200? ზღვაში წვეთი. 200 ტყვეც არ უნდა ყავდეს, სირიის მართველია. სირიული ის გამიგია. ნავთობი. სირიული ტერორიზმი გამიგია, სირიული დემოკრატია გაგიგია თვინმეს? სირიული მკვლელი. სირიული მკვლელი გამიგია. სირიული მკვლელი გამიგია, სირიული ოპიუმი გამიგია, სირიული ქვეყნის აღმავლობა გაგიგიათ? და ეხა მოუნდათ, ხო? ერაყიდან რო ჩამოაგდეს სადამ ჰუსეინი რა მოხდა? ეხა ერაყის აღმავლობაზე გესმით ყოველდღე ინფორმაციები? გადაფი რომ მოკლეს უკაცრავად ლიბიაში და ჩამოაგდეს რა? ლიბიური თვითმფრინავებით დავფრინავთ? და აბა ასადს რას ერჩის უკაცრავად? აი რა, ერთადერთია? ყლოპყარ აქ მიაჭირე, გამორდი ცოტა კაცი. არა, ხალხს რო გონია, რომ ეხლა ასადი ჩამოაგდეს და ეხლა აყვავდება ის სირია. როგორც ერაყი აყვავდა ერთი და ავღანეთი. თალიბანს ხო ებრძოდა ამერიკა 20 წელი, ისევ თალიბანს დაუტოვა. სხვათა შორის ძალიან ბატონ თალიბანს. ბევრი ფოტო გავრცელდა, სადაც ეს ასე ვთქვათ, სირიელები, რომლებიც ცხოვრობენ თურქეთში, უკან ბრუნდებიან სახლებში რა, რა ხარ რო რა ქნან, დემოკრატია აყვავონ თუ რა. არ ვიცი. ოპიუმი უნდა დადეზონ და მოიყვანოთ. კი ვიცი რომ კარგავ ეხა ჩემს სერიალ გამომწერებს, მაგრამ ქვის ხანაში ცხოვრობენ, რა ყველა ქვაზე გვიყურებენ თუ რა შვებიან. ეგ არის ქვის ქვეყნები, ხალხი მეზოლითამდეც ვერ მივიდა, ბრინჯაოს ერამდეც ვერ მივიდა, ქვებით იმაშვებიან. ლამაზ ქვაში გაგიწული ერთ სხვა არს გინდა? და ის ფიქრობს რომ მოიცა ქვას ვერ
სვარ და რა თვიდა უკვალ. მოიცა ლამაზი თუა. ლამაზი ქვა თუა. ეი, ლამაზი ქვა უნდა ესროლო იმ ქალს, რომელიც კოჩს გამოაჩენს, იმიტომ რომ ეგეთი წესები, ადათ წესები აქვს. პირველმა ვინ უნდა ესროლოს? ბატონმა ბაშარმა, რადგან ბატონი ბაშარი ყველაფერში პირველია. ხო. არა, მართლა ეგრეა. ავღანეთში ვაფშე ქალებს რო ლაპარაკი აუკრძალეს? კი. განათლებაზე არ არის ვაფშე. ვემხრობთ მაგას. არამედ ლაპარაკი ქალებს მანქანის ტარება არ შეუძლიათ. ზოგადი ფაქტია, მხოლოდ ავღანეთში არა, მაგრამ ავღანეთში ხო კანონით არ შეუძლიათ. ეხლა ლაპარაკიც აუკრძალეს ვაფშე. რო ისა, არ ვიცი რის გამო აუკრძალეს, მაგრამ მართლა ყოველთვის მართალი რო არ იყოს. არა, მე მგონი იმის გამო, რომ ზედმეტად სექსუალურია ქალის ხმას თუ გაიგებ. ანუ ბაზარში რომ მიდის ქალი რომ იყიდოს რაღაცა, აი როგორ ეკითხება, ავე. და მაგის გამო შეიძლება ვიღაცა აღეგზნოს და ქვა გესროლ, ის ლამაზი ქვა, წეღან რო ახსენე. არ მიდის ალბათ ბაზარში, ანუ წერილობით. სავარაუდოდ სიარულთას აუგრძალავდნენ. მე მგონი რაღაცა ოთახში ზიან პროსტა რაღაცა ქალის საუბარო სექსუალურად მოგეჩვენებათ. ჩემი ყოფილი საუბარი საერთოდ არ იყო სექსუალური. მიშა, სლოტები კარიერა არ არის, ვერ მოიგებ. ეგ არის სექსუალური? მე ვიცი რომ 100%-იანი მოიტანს ახლა. 100%-იანი კუში როცა იცი, ეგ იმას ნიშნავს რომ ეს თამაში კი არ არის, ეს უკვე ინვესტიციაა. და ამას არ გაცდიან. და ეგ არის საუბარი სექსუალური. მე ვემხრობი სირიის კანონებს. ჩერეთ ვაღატრი. ამირჩიეთ მე დიქტატორად, გეფიცებით რომ სირიის კანონებს შემოვიტან. ყველას გვეყოლება 1.40-40 ტყვე. საით როგორ ავარჩევთ ამ ტყვეებს ახლა? როგორ ავარჩევთ? ფერის მიხედვით. ტორზე დაადო მარწყვი. აი დაგვაქესელები, ხოდა გორი ჯობია, შემდეგ ნიუსზე გადავიდეთ. გაუმარჯოს ბატონ ბაშარს. თავის 17 მილიარდთან ერთად. 17 მილიარდი სულ დამოუწყდა, საიდანაც წავედი. ბატონ ბაშარ, ტელეფონი მაქვს გატეხილი, შეხედეთ, რას ვაკეთებ. ამითი უმუშაობ მე, ბატონ ბაშარ. ასე რომ თქვენ რაც ახლა მოისმინეთ ბოლო 5 წუთის მანძილზე, ეს იყო ყვავილები. 8 მილიარდი ადამიანში, 8 მილიარდი ადამიანიდან კიდე ბევრი ტყვე გამოჩნდება, რომელსაც მე შეგირჩევთ პირადად. გაიხარე, გაიხარე. გაუმარჯოს. მე მიყვარს დიქტატორები. მოკლედ. შემდეგი ინფორმაცია, რომელიც რა თქმა უნდა CNN-დან ამოვიღე, რაღაცა ისეთი ყვითელი პრესას მე არ ვიხები, კაროჩ. მე მიყვარს ფაიზაგი რაღაცა ნიუსები. მადლობა ვაინ სტუდიოს, სახელის ამოვიწყდა უკვე, მაგრამ ჯიგრები არიან ძალიან. ზოგადად მე არ ვსვავ. მაგრამ აი ხა ძალიან დავთვერი, რა დასვამი ვარ, ხო და დასვამი ვარ. აი ხა ძლივს ვატრიალებ ენას. ხო და კაროჩ არ უნდა გამ იმ დღის ხوار დავიცანე. შემდეგი ნიუსი. ამერიკის საჰაერო სივრცეში გამოჩნდა ამოუცნობი იდუმალებით მოცული დრონები. რა ხდება? ქალაქია რომელიღაცა პენსილვანიის შტატში და რაღაცა ესეთი უცნაური დრონები არის. მე ნიუ ჯერსის მაღლა. ხო, არ აქვს მშულობა. მაშინ გაიმაზა პენსილვანია. ხო, არ აქვს მშულობა. დაიკიდა, ორი სიტყვა წაიკითხა და იქ რომ მივალ მიშას წაუკითხავ ამ ნიუს, მე თვითონ დაალაგებს. ხო და რა ხდება, რომ გამოდიხარ ესე იგი გარეთ, რა იქ სურათები აქვს აუცილებლად ეკრანზე. რაღაც ესე ამოუცნობი დრონები არის. თან ტესლასაც არ გავს ილონ მასკის. ხო და აი რაღაცა ისეთი ისინია და რას ფიქრობთ ამ თემაზე? ეგ არის ეკონომიკის თემა რა, რომ ხალხი ხა დაპანიკდა, იყიდიან ტუალეტის ქაღალდებს რაღაცეებს და რაც საარჩევნო კამპანიაში ინსტრუქციებს იმაზე რას ფიქრობ? ეგ არ ვიცი ხო. ანუ ამერიკაზე არის ხო საუბარი? ხო. ამერიკაში რამდენი პროცენტი იმას ტრაქს? 4.6, მე გუშინ წინ გადავამოწმა, მაგას სხვა შორის ვამოწმებ. დაიბანეთ ტრაკები, უფრო ჰიგიენურია. ტუალეტის ქაღალდიც არ არის ეს პროდუქტები და რაღაცეები. პროდუქტიონი. გამოიწერეთ არხი. გამოიწერეთ არხი. ჩვენი არხი, გიოს არხიც გამოიწერეთ. 22000 გაიზარდოს და ჩვენი 7000-იც გახდეს მეტი. და იმის არხი კიდე ალბასად ბაშარ ალ-ასადის. ხო.
ერთი სიტყვით. ხო და ესე იგი ფიქრობ რომ უფრო გათვლა არის ეს რაღაც ბიზნეს გათვლა რომ მეტი ტუალეტის ქაღალდები გაიყიდოს სელპაკის ადრე იყო აი მე რო ბავშვი ვიყავი 2000 წელი მოდიოდა რა და სიო მეორეთ მოსვლა მოხდება აპოკალიფსი მოხდება იმ ფილმს უყურა ამანაც არა მაშინ არ იყო ხო ალბათ მაშინ იყო ვისაც ინტერნეტი ქონდა ოღონდ ჩვენ ჯერ აი შუქიც არ ქონდა რაღაც მაღალარი მეებზე იყო ინტერნეტი ვიზა ქონდა და აი ვიღაცებს ქონდათ რა რადიოებს ტელევიზიას ტაქსისტებს ხო და გაბაზრდა რომ ინტერნეტი 2000 წელს აპოკალიფსი მოხდება მეორეთ მოსვლა ნუ ეგ ალექს ჯონს მოვიდა ეს 2000 წელი და რო არ მოხდა რა ფეიერვერკი ისე ფეიერვერკი არა კალაშნიკოვი ისე ყველაფერი აღირიშა ჩვეულებრივად ახალი წელი და ეხლა რა ხდება რომ ატო არ მოვიდა რა და ისე დაბანელი ელოდებოდი მეორე აუცილებლად ახალი წლის წინა დღეებში გვიწევდა ხოლმე ხო და არ მოხდა ეს მეორეთ მოსვლა 2000 წელს რა და რა ხდება და ძველ ახალ წელს ხო არ იქნებაო რა და მე გაზრი შემოვიდა მე და ძველ ახალმა წელმაც ჩაიარა ჩვეულებრივად არაფერი ხო და მე ვფიქრობდით რომ 21 საუკუნე რა 2001 წელი რო გახდება ალბათ მაშინ მოხდება მაშინ როცა არ მოხდა და ეგეთი თემები შემოაქვთ მოკლედ რა სოფლიოში და შეწყვეტეთ დალევა რომ გრძელდება ცხოვრება რამდენი ხანი სვათო ხო არა მე ბავშვი ვიყავი რა მაშინ ერთი რამდენი ვიქნებოდი 10 11 ზუსტად გეტყვი 11-ის იყავი იმიტომ რომ ცრიანი ხო რა მოგზაურია არსად ისე რომ ასე რომ გარტყმა არ არის საჭირო ეგ რატო ხდებოდა იცი 2000 წელს რატო ეგონა ხალხს რომ ყველაფერს დედაეტირებოდა იმიტომ რომ კომპიუტერებში და ყველაფერში ეგონათ რომ ეს ციფრები ვერ შეიცვლებოდა ადეკვატურად რა იმიტომ რომ ყველა ფერი ხო ხდებოდა რომ 1990 რაღაც 1900 რაღაც და მე ორიანზე რომ გადაიცვლებაო ესო ვერ მოახერხებსო ადეკვატურად გადაცვლას და მაგდროს დედაეტირებაო ყველა ტექნოლოგიას და ასე შემდეგ მაგრამ ჩვენ კარგ პონჩი იმიტომ ვიყავით და მაგიტო ვართ დაუცვილი აი რომ ჩვენ მაგდროს კომპიუტერები საერთოდ არ ქონდა ჩვენ შუქიც არ ქონდა ჩვენ ქონდა საბურავები მაგდროს ზატოს ათვალები ქონდა და ხულიკისის ხლი და ტიტუელ ქალებს უყურებდით ხოლმე ქონდათ ამერიკელებს ეგ არ ქონდათ ჩვენ ქონდათ ხო ეგ ჩვენ ხო ეგ ტექნოლოგია ჩვენ შემოვიტანეთ სონებში დავდიოდით ხოლმე სონებში ცოტა მე 2000-იანში რა სონებში იყო კაცი როგორ არა სონები იყო რა სონი მიმდინარეც უთავდი დიდი სონები იყო აი ხელა სონი იყო დისკი იდებოდა და ვიღაცა კაცი იდგა შეგინდა რომ თოჯინებს დამოჭერდა და 2000 წელს რა ის ქონდა ტეკენს არ გვირთავდნენ რომ ბევრ აჭერ იქ ბევრი ინფორმაცია შედისო და მე ჭედავსო რა ანუ სხვა შორის ხო მე მოვიფიქრე გიოს დაპატიჟება იმიტომ რომ რამოდენიმე გადაცემა რომ ნახე ჯერთი ადრეც გიცნობ ადრე ვისმე ლექსებით ვიც რაღაც ლექსები ქონდა ხოლმე ისე პირადად არა ისე ხო არა ისე ხო ისე მაგრამ არ ვიცი საიდან კონკრეტულად და ეხლა რომ ნახე ეს 100 ლარიონერი რო გადაცემა მეთქი საუბრობ რა დამევასა მე თვითონ კარში რა ხდება იცი აი ბევრჯერ მითქვი ეგ რომ მე რო იდეა მომდის სხვასაც მოსდის რა და შენი დაპატიჟების იდეა მქონდა და არა მე დაიხურა რა ანუ გაჩერდა პროექტი ცოტა ხნით და აქეთ ახლა შენ მეუბნები რომ მოდიო და ხო მივხვდი რომ ერთი თვის წინ მოგივიდა დაახლოებით ხო ეგ იდეა რაღაც ერთი 3 კვირის წინ ხო რა 2 კვირის ხო აი ერთად ხდება ეგრე რა რაღაცნაირად ეს არის ჩვენი ცხოვრება რომ ვერ გავიგებთ ვის რა ბედი გვეწევა ასე რომ ვისაც შეხვდება სად გადაიკვეთება აი ესეთი გადაცემა გვაქვს ჩემო კარგებო ფილოსოფიური აქ ახლა რატო გადავწყვეტე დალევა ზოგადად ნუ ჯერ იმიტომ რომ დაგვასპონსორეს და ძალიან კიდე კაი რაღაცა ოპიუმი არ გვასპონსორებს თორე ხო რა ვიცი შეგვეხმიარეთ შეგვეხმიარეთ ყველაფერზე თანახმოვარ თუ ბაშარ ალასაც გავაправებთ ხო მოკლედ და მონები რომ იმიტომ რომ ახალი წელი მოდის და რაღაცა გოზინაყი კი არ გვაქვს მაგრამ არც ის ვინეგრეტის დედა სალათი რო არის სურო ბაგდრუსათი არა გვაქვს ხო მაგრამ ნუ ზატო სპონსორებო და ასპონსორეთ ეს ხალხი არის ბიჭ ტელეფონი მიყიდეთ მე არ დამარეკინოთ ეხა მაღაზია რა თქვენ ტელეფონი უყიდეთ მაგ აუ ამაზე გამახსენდა ამ ფრაზაზე კიდე კაი შენ არ გითხარი თორე გიღადავენ რამდენი ადამიანის გამომისმენია იცის მიდი ძმა მე მოგხედავ მე დავებაზრები სპონსორი რატო აკეთებთ მაგას ძმობას გასწირდებით თუ რატო აკეთებ მეც ხო ხვდები არა მე ადამიანებს ძალიან კარგად ვიცნობ რომ ველაპარაკები და რომ მეუბნება რაღაც ხვდები რომ
თუ კიდე ვარ და რატომ მეუბნებით მაგას რომ მე დავებაზრები ძმა სპონსორებს დედასო ფიცა ვარ თუ ერთი ადამიანი მაინც დაგხმარებოდა სადმე სპონსორებში ან შემდეგ მაგრამ ნათქვამი აქვს ერთი 5 ან 6 უეჭველი რომ მე ძმა მოგხედავ თან თვალებიც არ ხართ ბიჭო მე კაი გავეправებ იმას რომ ალკოჰოლიკი ვარ და რავე და თუ რაღაც შეგვპირდი კაი პოხვება რა მე თუ ვიღვიძებ რომ გუშინ სიმთვრალეში რაღაც შევპირდი ტიპს გქონდა დღეს უნდა გავაკეთოთქო რატო არ გაქვთ თქვენ ეგ პასუხისმგებლობის გრძნობა სიტყვამ ფასი დაკარგა და Z-ს მოემატა ფასი ანუ ეგ მაგ ცხოვრებაში ვცხოვრობთ მაგ რეალობაში ვცხოვრობთ რომ Z-ი გაძურდა სიტყვა დააკლდა სხვა შორის ეგ სულ კორელაციაშია ესე 1992 წლიდან ესე მოდის Z-ი და სიტყვა რომ Z-ი როცა ძვირდება სიტყვა იკლებს ავიზეთოთ ეხლა თუ რა უკრათ ვერ აიზეთეთ და ბაშარ ალასადი მოვა მე მოვიყვან ბატონ ბაშარს თავისი ხებზატასთან ახლა ეს რას გვეკითხებოდა ეს ნიუსი ხო და არა კაი იყო ეს სოთე რა ნიუსები გვაქვს არა ეს ბოლო ნიუსი იყო მეოთხე ყველაზე ესეთი რომელიც გატრენდა რა და всё ეგ ტელეჟენი საშინაო დავალება ეგ იყო რომ 4 წინადადება მოიფიქრე თქვენი აზრი თო რომ ამერიკის ნიუ-ჯერსი რომელიც ნიუ-ჯერსი შტატის საჰაერო სივრცეში გამოჩნდა უცნაური დრონებიო რომელიც ტესლასი არ არისო არავისი არ არის როგორც ოფიციალურად იძახიან და რა შეიძლება იყოს გვითვალთვალებენ ინფორმაციას ციკოლი არ იქნება სავარაუდოდ ციკოლია ხო გამგონებელი რა მაგასაც ხო იმედის დრონი ციკოლიას რო ეჩუქნა იმედის დრონი ძახო წავიდა და კოსმოსში გავიდა და მე ნუ დედამიწა მოასწრო და ტრიალება და სადღაც ამერიკაში ჩამოვარდა ამ დედამიწის ბრალია რო სწრაფად ტრიალებს მაგრამ იმედის დრონი ხო ეგეთი არ არის რაღაცას ვიტყუები ხო მაგრამ აი ერთი თვით ადრე ბოდიში ერთი თვით ადრე ამ დრონებამდე გამოვიდნენ რაღაცა კონგრესის ყრილობა იყო ამერიკის და ვამზადეთ რაღაც დრონებს ამ ორ სიტყვას თუ ერთად გავიგე კონგრესი და ყრილობა არა უყურე ყრილობა უხდება რაღაცა კონკავშირის ყრილობა არა იყო ყველა ყრილობა იყო კონგრესის ყრილობა ხო და საჯო ოკეანეშიო შვედეთში მოხდა ვეგანების თავყრილობა გრეტა თუნბერგი განუძღვა თავყრილობას კომკავშირელი ცეკას მდივანი გრეტა თუნბერგი ალაგმა მინდა რომ დავაკავშირო ეს ორი ის და დამაცადე რა ხდება რომ ოკეანეში აღმოაჩინესო რომ უცხო პლანეტელები მინებით ჩამოვიდნენ იმაში რა ქვია დედამიწაზეო ცხოვრობენ ოკეანეშიო და ერთი თვის შემდეგ მოდის ეს ნიუსი რომ საჰაერო სივრცეში არის დრონებიო და რაღაცა კავშირი აქვს ხო ამ ყველაფერს ერთმანეთთან უცხო პლანეტელებს რითი უნდა აი რა ბიჭო აი რა არის იცი აი საიდანაც მოდის უცხო პლანეტელი რა ანდრომედა ნუ არ ვიცი ან ყველაზე ახლოს არის და ეხა გამახსენე და მოვიდა და აქ სადღაც ეს უცხო ჩამოვარდა რა რაირად ანუ გაიარა სინათლის წლები ტიპმა რა სინათლის წლები არა აუცილებელი რომ გაიარო შეიძლება რაღაცა მილიარდი წლის წინ აქვს დაწყებული გზავრობა და ეხლა მოვიდა და ცოტა ხანი აქ იფრინა და აქ ჩამოვარდა სადღაც ასფალტზე ხიდიდან ჩანს რომ იქ გდია რაღაცა ის არის რა რანაირად ეგ ბარათაშვილის ხიდთან და შეხედა რომ ვა მთატირი ისო და მოხია რაღაცას ესვრია საიგას ესრო და ვიღაცა ამერიკელი ტიპი მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ვიწყებთ პოდკასტს. ჩვენი სტუმარია გიორგი მიროტაძე. მოგესალმებით გიორგი. 100 მილიონერის წამყვანი, კრეატორი, რა ვიცი, ყველაფერი. ანუ 100 პროდიუსერი რო გადავა, მაშინ იქნება მაგარი რა, ანუ ხო არის ხა 100 ლარიონერი. 100 ლარი. მაგ მართლა ჩუქნი? ბიჭო, იყო პერიოდი რა. ჩუქნის ტიპი 13 ლარს ათამაშებს და იმას არ 100 ლარიას ანახებს. იმაში და всё ეგა. იყო პერიოდი რომ არ ვაძლევდი. ძონძებო მე მაქვს თქვენ ხო არ გაქვს. პერიოდი იყო რომ ვაძლევდი და ეხა 1-2 გადაცემა უკვე ნუ ვერ ვაძლევ. ანახებს პროსტა. აჭკეტინებს. ოდისიც ხვისი 100 ლარიანი. სიამოვნების მიღებაში უკვითავ რა, რომ აი ჩემთან რავი, რამდენად სასიამოვნო. დაჟე აქეთ ახდევინეს განახ 100 ლარიანს და ჩარიცხი 5 ლარიანი ხო. საერთოდ ეს გადაცემა იყო ხოლმე დებილებს დებილიულებობე
არა, ეხლა ბოლო დროს კაი ტიპები ყავდა ძალიან და იმათზე არ ითვლება. ანუ ეს თავიდან ყველა დებილი იყო. დებილზე რომ მეღადავა რა, მაგრამ მე უკვე ეს დებილები ამოიწურნენ. მიხვდნენ, რომ ეს აქ სახეს გაგვაძრობს, ხო ასე ხარ და არ მოდიოდნენ, უარს მეუბნეოდნენ მაგალითად ის რა ქვია ხატია რა გვარია? წერეთელი? ხატია წერეთელი, ხო? 1000 ლარი მოგთხოვა რა დავიდეო, იმიტომ რომ მე სხვადასხვა კაბას ვიცავ ყველა ეთერში და იქ სალონი და ის გარჩერა და ხო არ მოვიდა კიდე ვიღაცა არ გურამას ხო ყავდა არ უცინე. მერსი სულხანიშვილი არ მოვიდა მერსედეს ხო ასე ავიცა გატეხა ხო და მე მომყავდა ნუ ნორმალური ტიპები და ხა ნორმალური ტიპის რაზე უნდა ეღადაო თუ ნაბოზარი არ ახარ ხო ასე ჰიტა როგორ დაითანხმე გაფიცებ ხო აი ნორმალური ტიპები არა ჰიტას ვილაპარაკეთ ჰიტა კაი ადამიანია ძალიან ჰიტა ძალიან საყვარელი კაცი არის და განათლება რო უყურებთ ჰიტას აქ რა უნდა თო ხო და ნუ ჰიტასთან როგორიც გამა რა გაუძრო ჰიტას აქ რა უნდა თო ამ ტიპთან თვიჩო ამ ტიპთან არა ანუ ამ წინა გადაცემით რა ნახი მაგ ისეთი კამანდა ყავს რომ ჰიტა რა შუაში იმათთან და მე მივხვდი რომ ეთყობა ფორმატი შეცვალა თქო ხო და ჰიტასთან ეგრე გამოელია სტუმრები და კარგი გადაცემა კი გამოვიდა მაგრამ აი ისეთი არა რომ ჰიტას ვეღადავებოდი კითხობ შენი გონებ იყო მომენტები რომ თავიდან დავიწყე ცხოვრების რთული პროცესი მქონდა და კაცია აი იყო მომენტები რომ ფულს უხდედი იყო მომენტები აი რა შემიძლია 15 წლის წინ ერთხელ ბავშვობაში ფიქრობდი რომ აი დიდები რო ამბობენ რომ 15 წლის წინ გახსოვსო რაღაცას რო ეკითხებიან ეგ დრო როდის მომაო და მაგ იმაში ვარ ეხლა რა რომ აი 15 წლის წინ რაღაცა შემიძლია რომ გავიხსენო როგორც დიდმა რა ზოგადად როგორ მოხვედი? აი 15 წლის წინ აკეთებდი უკვე ამ ყველაფერს? 15 წლის წინ. ან მე საიდან გიცნობ ვაფშე? რა რატო გიცნობ? ხო, ანუ ადამიანი ვიყავი. შეზრეული ბავშვი ვიყავი, ხო, ეს ყველას ვეღადავებოდი. ურთიერთობები მე კიდე როგორ გარვითარდებოდა, ლისბი მეღადავა, მარტო ხუმრობდი ხოლმე, ვერთობოდი ყველათი და ნუ მე დავკარგე ხალხი მეგობრები და მივხვდი რომ ხო ნუ ეგრეცა მე არ გამოდის ცხოვრება რაღაც ნიტო მე რო აღმოჩნდა რომ ინტროვერტია არე მეგობრები არ მყავს მე დავიწყე ლექსების წერა რა ეს ADHD-ც ხო არ გჭირს სუიციდზე ხო არ ფიქრობდი OCD ხო არ გჭირს სავარაუდოდ კი გეი ხო არ ხარ ეგეც შეიძლება რაღაც აი მას კითხე ხო ნუ შეგვიძლია ხალხს ვეღადავებოდი ხოლმე მე ნუ დამშორდა ყველა მე მარტო რო დავრჩი როგორ შორდებოდნენ ანუ გეუნებოდე გიო მიროტაძე მე აღარ მინდა შენთან ურთიერთობა თუ როგორ თუ პროსტა იყო ბრავალფეროვანი დაშორების მეთოდები იყო ეგ იყო რომ ან პროსტა კონტაქტს წყვეტდნენ ანუ აი ზარ შემოფურთხებია რაღაცა არა არა მაგრამ უცემიათ სხვათა შორის ხადაობის გამო არავის არ უცემივარ მიუხედავად იმისა სხვა ყველაფრის გამო ყოფილა მომენტები რომ მისალმების გამო ვიზუალის გამო ავტობუსს ვეღადავებოდი ხოლმე აი ავიდოდი ავტობუსში და რაღაცა როლს თამაშობდი რა იყო რომ დავждებოდი და ფანჯარას ურტყავდი თავს რა და მე ესე გამოვიწეოდი აქეთ და თავს ესე ვაკეთებდი ისე რა რომ ფანჯარას არ ურტყავდი და ეგეთი ციკი მქონდა იყო რომ ვითომ მირეკავს ბაკაცი და ვეფხის ტყავოსანი მქონდა გასავლელი და აქედან ვაწერინებ რომ იყო არაბეთს როსტევან მეფე ღვთისაგან და ესე ვაწერინებდი და უნდა გენახა ბებოები ბოლოსო დავამთავრებდი ამ მეფის ტყავოსის ერთ თავს ბებოები ყოჩახში ვილოდა ტაშები იქიდან ბავშვები მყარდა ქართული ბიჭის სული შემძრველი იყო მომენტები რომ ერთი ავტობუსიდან მეორეში ვეძახდი ტიპს რომ იმას გამოახედეთ ხოლმე და ეს იმას ხო და რომ გამოახედეთ და მე ესე ბრუნდებოდი რა და იმათში კონფლიქტი ან პრენკერი იყავი მოგა ოხუნჯი მაჯი გაწელი იყო ერთ სიტყვით რო თქვა ყველანაირად ვცდილობდი რომ ხო ადამიანები რთული ბავშვობა გქონდა ხო კი ძალიან რა 99-ში დავიბადე და 90-იანი მოძალადი ბიძა ყავდა კლიანად არა ბიძა არა მამა არ ყავს ყავს საერთოდ სიტუაცია აბა რა გჭირს ეს დედა
ემოცია იყო ეს. როტო ხარ ეს? ხო, იყო რა, მასწავლებელი კუჭის თავში და რაღაცა რა, ყველაფერმა იმოქმედა რა. ჩინელებში არა ნახე ხარ? შოქი, რა? ჩინელებში. ხო, ყველაფერთან ერთად იყო კი. ჩინელებს დაყოფილი. ბევრი ტრავმა. ჩვენი თაობა საერთოდ ტრავმირებული არის რა. თუ პოდკასტი არის, პოდკასტი იყოს. ვებაზრ ტრავმებზე. მე ხელი მომწყდა. მე ხელი მოვიჭერი კი რაღაცა ეს ხა რო. ეჭვთან მეპარება, შენით გადაწყვიტე. ხო, არა, ბალგაკით. არა, ისე როგორ ფიქრობ სხვა შორის? ესე აღზრდა უფრო უკეთესია ადამიანის განვითარებისთვის თუ აი მორიდებული ბავშვი რო გაიზარდოს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ შენ როგორც ხვდები, ზედმეტად თავისუფალი იყავი, ანუ ყველა საზრი და ასე შემდეგ ფეხებზე გეკიდა, ხო და აი შენ მომავალზე როგორ იმოქმედა ან როგორ შვილები ყავს? არა. აი როგორ ისურვებდი რომ შენი შვილი გაზრდილი იყოს მაგალითად? როგორ ვისურვებდი? ნუ ცემ ხოლმე ხანდახან. არა. არ ყავს შვილი. ხო, მაგრამ ხო. მომავალში. ბაშარ ალ-ასად. განათლება პირველ რიგში უნდა მისცე განათლება და მე უკვე თავის გზას იპოვის რა. ნუ შენ უნდა მისცე მაგალითი რომ როგორი შეიძლება იყოს ადამიანი. და ავტობუსში რვადიან და იღადაოს ეგ კაცო. ეხა ეგრე რო გადავდი რა ნორმალური ვერ გავხდი, გავხდი. რომელზე ხარ ეგ თავის დაგისვავ დიაგნოზს შენ. ექიმი. კი ბატონო, ხო და შვილი უნდა გაზარდო, რომ შენი თავი უნდა აჩვენო, შენგან იღებს რა მაგალითს, შენი თავი უნდა აჩვენო, როგორც ადამიანის საუკეთესო ვერსია, რაც შეიძლება, რომ ადამიანი იყოს დილობიანი, კეთილი, ჰუმანური რავი რა, სექსისტი. ხო და მე ეგენი აი სექსისტი და ისენი უკვე ცოტა დიდ ასაკში უნდა შეაშუო. თვითონვე ნახავს. არის კიდე ის რომ მშობლები გზდიან, ანუ რაღაცებს გეუბნებიან, შენ არ უჯერებ. გადის წლები და უკვე შენც დიდი ხდები და მე გახსენდება, რომ ეს ძალიან გლობალური პრობლემაა, ეს ძალიან ბევრს აქვს. ხო და მე უკვე რას შეეხმარებ, ვიცი რომ დიდობაში დარწმუნებული იყოს რომ სწორია რა, სწორად აზროვნებს, გაიგე? ამაში გარდატეხის ასაკში, ნუ რა თქმა უნდა არ დაგიჯერებს, იმან თვითონ უნდა წააწყდეს პრობლემას, თვითონ უნდა დააშაოს, თვითონ უნდა ეჩხუბნოს რაღაცა, რომ გამოცდილება მიიღოს, მაგრამ ყოველ ჯერზე შენი სიტყვა მაინც მე ახსენდება რა, როგორც მშობლის. ხო და რომ აი მშობელიც თვითონ იზრდება ბავშვის გაზრდის პროცესში. ბოლო 10 წუთს ამოუჭრე. ბოლო 10 წუთი იუმორისტული არ არის კი ბატონო. ჩვენ გოგონა ვიღაც ტიპს ვიწვევდით იღადავებს. იუმორისტი ხო, ტიპი თავს იუმორისტი. შემიძლია იუმორზე ვისაუბრო. არა, გაგრძელე, კაითება. ხო, ნუ ეგ არის რა. საერთოდ ეხა ჩვენ ქვეყანას ჭირდება რომ მეტი იუმორი. მეტი დუბიკა. იუმორი ვერ გადაგვარჩეს ჩემი აზრით რა. ჭირდება აი გონიერება, კეთილგონიერება და ასე შემდეგ რა, უკვე რამაც შედეგი გამოიყო ეხა ჩვენ ახალ თაობაზე და ძალიან მიყვარს ჩვენი ახალ თაობა თქვენ აი ძალიან მაგრები ხართ რავი, მაგრამ თქვენ ორზე არ საუბრობ. ამ ასაკის ადამიანები ხარ ძალიან მაგრები ხარ. ანუ ორ სიტყვას რო ვაბამთ, მამაყოფ მაგითი. არა, ორ სიტყვას კი არა, ორს ისეთ საბამთ, რომ აი მაგითი ვამაყოფ. ეგა. არა, 250 ლარს ხოთი შორს მე ვმუშაობდი სასტუმროში ღამის თენებით. როგორ იყო იცი, ერთ ღამეს ვათენებდით 24 საათი, მე 2 დღე ვისვენებდით რა და ჩემთან ერთად მუშაობდა ერთი 30 თუ 30 რა ამბავია, 75-ზე მუშაობდი ხოლმე მაღაზიაზე. 75 კაი კუშია. ხო და ჩემთან ერთად მუშაობდა 30 თუ 35 წლის კაცი რა და მე პატრონე ვინც იყო, სუიკიჯდა, მთელი ფული იმას ჰქონდა, ანუ ვიღაც რომ მოეცა 100 ლარი, ჩვენ 20 ლარიც არ ჰქონდა, რომ დაგვებრუნებინა ხურდა, რომ მივსულიყავით და ბატონო ვალერი მოგვეცით ფული და ეს 35 წლის კაცი მიდის, ბიჭო და ეუბნება, ბატონო ვალერიო, ხურდა მომეციო, თქვენი დედა მეთქი ყველას, შენი დედა, ბატონო ვალერი, შენ ოჯახში მეთქი. აი ესე მიზის რა, მართლა გეუბნები ძმაო, ანუ ის ჰქონდა დამბლა ჰქონდა, მაგის დედა ვალერი, შენი ოჯახი ცოცხალი ხარ. აი ესე ვაგინე დამბლა არა ინსულტი ქონდა გადატანილი ვერ მოძრაობდა და რამე რა მეთქი შენი დედა ძმაო წამოვიდი ეგრევე მოვხი
ხურდი, იმიტომ რომ ხურდას არ ამბობდა. არა, ბიჭო, სიგიჟე იყო ძმა, ანუ 20 ლარს არ განდობს ადამიანი და მაგის გამო მუშაობ და აი, რა ხდებოდა კიდე, იცი, ვიღაც სტუმარი ხო გავიდოდა ოთახიდან რა. ჩვენ და შევსულიყავი ჩუმად და კონდიციონერი გამოგვერთო. ტიპი ბრუნდება, ყველაზე ხარ, კონდიციონერი ჩართული დავტოვე, რომ 45 გრადუსია გარეთ, რომ მინდა სიგრილეში ვიყო, რატო გაიჩაო? და მე დებილი ვით, ავტომატურად გაიჩა და ამის ოთახში შევდივარ, ეკაიფე. და მაგას გვაძალებ და ეს 35 წლის კაცი, ბიჭო, ბატონო ვალერი, აბა რა ვქნა, ბატონო ვალერი, კონდიციონერი გაუთიშო. და ისიც გაუთიშე. გაუთიშე ხო? და მაგისი შვილი მოდის ერთხელ შენი დედასა ვალერას მაგისი შვილი მოდის ბიჭო რომ ჯიბის ფული მჭირდებაო მამაო რომ მომეციო და ტიპმა 200 ლარი ჩემ თვალწინ ამოიღო და მისცა ჯიბის ფულად როცა მე მთელი თვე მუშაობდი 250 ლარზე აი მაგ დროს გადავწყვიტე რომ მეთქი ძმაო ესე დედა მე არასდროს არ ვმუშაობ მაგის მე კიდე ერთი 5 სამსახური ეგეთი ცოტათი უპრინციპო ვიყავი მაგრამ არა ყველას ვაგინებდი ზო იმიტომ 18 წლიდან 22 წლამდე გამოვიცვალე ერთი 10 სამსახური რა პირველი სამსახური ვაფშე როგორ იყო 17 წელს მივდივარ ოფიციანტად და ხალი რას მეუბნება რომ 24 საათი უნდა მემუშაო 24 საათი დამესვენა და რას მეუბნება ეს მოტყნული რომ 24 საათი რომ ისმენებ რისთვის არისო კარგიო იციო ამ დროსო შეგეძლება მეორე სამსახური შეითავსო ანუ 24 საათი უნდა ვიპახაო ოფიციანტად და მე სხვა სამსახური შევითავსო და მაგას მაწონებს რომ ესო ძალიან კარგი გრაფიკიაო შენი დედა 24 საათი დელივერად ვინც აქ იმუშაოს იმის უტყან მეთქი ამად გარდა ვინც მუშაობს ნიკორა გამახსენდა ამ სამი კაცის გარდა ნიკორა ანუ ეგეთი სიტუაცია არის რა ეხლა ერთი გეიმ რუმი გავხსენით ცინცაძეზე ცინცაძის 49 გეირუმიო რაო გეიმ რუმი ოკეი გეიმ რუმი FIFA 25 ტეკენი UFC რამე ხო და მაგის მოპირდაპირეთ ანუ ცინცაძის 50 აშკარად მაგრად მუშაობს 100 ლარი რო არა მოპირდაპირეთ როანა და რეკლამე თქვი ამასადა დამსახურება გინდა ღვინო გაჭუკოთ რა ხო და მაგის მოპირდაპირედ არის ნიკორა რა და ყოველ დღე მიწევს შესვლა ეს გოგო ყოველ დღე პატარავდება რა აი სხვადასხვა ზომის მხდება მე მოიყვანეს აზერი ბიჭი აზერი არ ვიცი აი ეს რო ვაგთხოვე პრიჩესკა აი ეს გადაჭრილი რა მეთქი იმას ბაზობს კომანდოს არა ხო არა ნუ ეგეც პატარავდება რომ ვიცი ნიკორაში ჩითება ყველა პატარავდება რა თუ გინდა დაკლება წონის დაიწყეთ ნიკორაში სამსახური და თქვენც გაგაправებთ დაგვაფინანსეთ დაგვასპონსორეთ ნიკორას კომპანია და კი მე ნიკორა მიყვარს ხო არა ნიკორა მე მართლა მიყვარს როდესაც ფას დაკლება რაზე არის მე რა მაინტერესებს აი არც რას ვაკეთე ხო ანუ ხო არც ეს პოდკასტში არ ვარ ნამყოფი ნუ ეს ვარ ამას უნდა იმახსოვრე პოდკასტთან ახლოს ნამყოფი ვარდოს გადაცემაში ანუ პოდკასტი კი წერდა და აქეთ სხვა გადაცემაში გავიჩნდე რა და პოდკასტი რა ანუ რა არის რა პოდკასტი ზოგადად პოდკასტი არის თავიდან დაიწყო რომ რადიო სპონტი იყო რა უბრალოდ ადამიანები საუბრობდნენ და თავარი მუღამი ის იყო პოდკასტის რომ შეზღუდვები არ ქონდა რადგან ინტერნეტში გადიოდა რა იმიტომ რომ ტელევიზია ხო თავის შეზღუდვებს აწესებს რადიო თავის შეზღუდვებს ხო აწესებს ამ ყველაფრის საუბარი არ შეგიძლია და პოდკასტები გამოჩნდა ინტერნეტში რომ თქვენ გესაუბროთ აბსოლუტურად თავისუფლად რა გინდა დაგელია გინდა ისა ოღონდ ამას ვერავინ ვერ ხედავდა რადგან რადიოსავით გადიოდა ხო და მე ჯო როგანმა რო გააპოპულარულა ეხა ყველაფერს ვეძახით პოდკასტს შეიძლება ესეც არა პოდკასტი ეს არ არის რა თქმა უნდა პოდკასტი არ არის პოდკასტი ვეძახით ეს უბრალოდ შოუა რა მაგრამ ჩვენ ვეძახით იმიტომ რომ თავისუფალი ადამიანები ვართ ბაშარ ალ-ასადის სირია ხوارგონია ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ და ეს არის პოდკასტის იუმორისტული ვარიანტი მაგასაც ვერ ანუ პოდკასტში მადაბლაბაზრობი რა ეს ანუ ამას ტონალობით ეგრეურა იყოს არა ეს ლაპარაკობს რაც დავამღამ ესეთი ჩაწეული ტონი აქვს რა რაღაცა ხო იმიტომ რომ პერე ის არ ამას გონია რომ პოდკასტ მაგითო საუბრობს ეხლა ნახევში ამოიდგას არ ვარ პოდკასტში მაშინ გეთქვა თო ისე აქტიური ვარ დაიწყოს თქვენი დედა ნიკორას და ზოგადად ექსტროვერტი ვარ მეგობრებო ხიოთ აგერებ ირაკლი ისევ ძუკდასავით მე მაქვს ახალი პროექტის ანუ YouTube გადაცემის იდეა რომ ასლარიანები ხო დაახურა მეორე არის ესეთი რა აბა სხვადასხვა სასმისებით სვავთ სასმელებს რა
აი რაღაცა ჩაწერას აბაზანის იხვის ჭუკით გადაჭრილი თავი და ჩაასხავ და შესაბამისი სადღეგრძელო უნდა წარმოსთქოს სტუმარმა, მას პინძელმა და მე დაილიოს რა. ტრაქტიც ხო არ უკეთებ ბოლოში რა ვიცი. ეგ ფინალური ეტაპია. ხო, ნუ გააჩნია რამდენ სალევ რა ბოლოს. შენ ისე იბაზა წეღარო ფულსაც ვერ ხვდიო რომ სასმელი სტუმარმა უნდა მოიტანოს. ой, ამაგაზე არ გიფიქრია. ნიკორიდან იქიდან. ნიკორიდან. დაპატარა ორნა ბიჭი უფრო იაფია. მეგობრებო, უღრმესი მადლობა, ვინც გვიყურებდით. დიდი მადლობა ჩვენ გამომწერებს, ძალიან ბევრზე ავედით უკვე. განა იმას ვიძახი რომ გეყოფათ და რამე. სკანდალით რო დავამთავროთ. აი გაჭედა. კომედი შოუ ვარ. რა. გრიშაუნიანმა რო გაჭედა, რაღაცა ისეთი შემეხეთ რომ მე გავგიჟდე რა და წავიდე. არ მოკლედ ისე დავამთავროთ. ვერ ბედავე. მე უღრმება თორე. კიდი ხარ. ვიჩემი просто მოვიწვიეთ რომ ვიღადაოთ მეთქი ვეკაიფოთ თორე. ოქროს კაცი არის ეს ყველაფერი. ზედაპირულად ხდება, მაგრამ ძალიან ამას ეშიდია. ეხა 30 ლარს ვაჯუქებ და წავა გადაცემას გახ. ეშიდია რა ეხა ამ ტექსტივით ოიძახის გარეთ რო გავალთ არ გამოვთხოვო. ხო, მოკლედ დიდი მადლობა რომ გიყურებდით. ცოტა ისეთი საახალწლო გადაცემა გამოგვივიდა. ცოტა დავლიეთ ბევრი ვილაპარაკეთ. ცოტა ისეთ თემებს შევეხეთ, მაგრამ ცოტა შენდალიე ჩვენ ბევრი და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. დიდი ნახვი რა, გამოიწერეთ ხალხო არხი, გამოიწერეთ მიროტას არხი და რავი, გვიყვარხართ კოცი. გამდენ ახალწელს გილოცავთ ყველას. და უღრმესი მადლობა Wine Studios მელიქიშვილის 5 ნომერში. ფალიაშვილის 5 ნომერში ბლე. ფალიაშვილის. ჩემი არხით. აუ, დავკარგეთ. ბოდიში დასვამი ვარ. ფალიაშვილის 5 ნომერში მდებარეობს. ჩემი არხი აიკიდეთ, ესენი ახალგაზრდები არიან, ჯიგრები ამას ჩამოუკელით. მაგრები არიან. ნეგა. ჩემი გამომწერები ამაზე გადმოდით, გამოიწერეთ და როგორც ჩემი გამოწერა გააუქმეთ, ცოტა სხვა ვიდეოებს ვდევდით. ეგენიც მე გააუქმეთ. ეგეთი პოდლი პოდლი აღბოშთა ჩემი გამომწერები. ეგ არის. ძალიან დიდი მადლობა. შემდეგ ეპიზოდამდე. ცხოვრება საერთოდ მძიმეა. კი, ცხოვრება რთულია, ჩემი დევიზი ეგაა. ეგ არის. გაუძელი ბოზო, დავაი. შემდეგ ეპიზოდამდე 2025 წლამდე. წავედი. ეპიზოდამდე. არა, რა 2025-მდე. წავედი.